სოფლიო ჩემპიონატის შიში ეხლა ძალიან ბევრს აქვს, რომ ამ წილისყრის მერე ისეთი ჯგუფურ ეტაპი იქნება ძალიან ცუდი. და აი ყველაზე ტკბილი რაც არის, ხო? თან, ჯგუფურ ეტაპი ყველაზე მაგარი. ინტრიგა 0 ალბათ, ავარაუდოთ, ნუ აი ინტრიგა ახლა იმას თუ არ დაარქმევ ინტრიგას, რომ პანამა გავა ჯგუფიდან თუ ისა, რა ქვია, ეკვადორი კიდე ანუ პლეიოფამდე სოფლიო ჩემპიონატი არ იწყება. აა პლეიოფიც არის შეჭმა მე-16 ფინალი აზა ხარ ამ თამაში მოგიწევს პლეიოფში. ადრე იყო სოფლიო ჩემპიონატის პლეიოფები მე-4 ფინალიდან იწყებოდა და ეხლა არის მე-16 ფინალი, ანუ 16 თამაში, მე 8 თამაში, მე კიდე 4 მე 2 და კიდე 2. რა არ ყოფნით ამ ნახე რა არის აი ჯანი ინფანტინო არის, აი ეს გამოთქმა მიყვარს, მწნერიანი წკეპლით საცემი ყოველ დღე. აი დილითო გაიღვიძებს, ნუ წკეპლი მაგის დღე მწნერიანი წკეპლით. რა არ ყოფნა, აი რა ესე ფული არ ანუ ფული ხო. მე მგონი ის არის რომ ზედაზღვარს ვეღარ ხედავ, ანუ აი რამდენი შეიძლება პანამელისგანაც ფულნა იყო. ეგ ხო ყველგან ყველაფერში ყველა სფეროში ხდება ალბათ რა და ფეხბურთშიც აქტიურად არის უკვე რომ თუ იცი რომ ან იმედი გაქვს რომ არ დაგსჯიან ხო? ადამიანი ისე ჩათლახია ხშირ შემთხვევაში. ყველა არა. ვიღაცები არიან საბედნიეროდ ამ პლანეტაზე ჯერ კიდე რომელიც რაღაცებს არ კადრულობენ რა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც ბევრ რაღაცას იკადრებს. მათ შორის ძალაუფლების თუ ფულის გამო, ხო? და ძირითადად ეგეთი ადამიანები მიირწრაფიან ხოლმე და ახერხებენ უფრო მარტივად ძალაუფლების მოპოვებას, როგორც წესი. იმიტომ რომ ჩათლახი როცა ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია, იმის უფრო მარტივია რაღაცების გაკეთება რომ მოხდეს მაღლა, ხო? ზედა ეშელონებში ასე ვთქვათ. ჯანი ინფანტინო რაც აკეთებს. მე არ ამგონია რომ პლატინის ან იმ პლატინი იყო და მინდა იჭირეს კიდე. ბლატერის ხო დაიჭერს რაღაც კორუფციაზე. ხო? არ ამგონია რომ პლატინის და ბლატერს ამაზე მეტი გააკეთებინო შეჩემა. რაღაცა საათი თუ რაღაც ისინი უპოვეს თუ რაღაც უბედურება. საათიდან ნუ ღარიბაშს უპოვეს 10-ჯერ მეტი რაღაცა სახში შეჩემა ვიდრე იმას პლატინის. ტიპი დაიჭერს ციხეში ამოალპეს ლამის შეჩემა და დაუგზავნეს ფეხბურთის საქმეამ და რაღაცა. 10 აფრიკის სოფლიო ჩემპიონატი, ნუ მიცეს თუ რუსეთის სოფლიო ჩემპიონატი რომ მიცეს მაგაზე იყო და მაგის მერე შეჩემა. ხო მაგას ვამბობ. ყატარი მარსი ანუ და რა მაქინაცია ჩაატარეს ალერსი და სადარ ჩაატარეს რა მაქინაცია ჩაატარეს და ნახე შეჩემა ყატარს ხომ ისე ჩემპიონატი და ხო წესებში გაწერეს რომ კონტინენტების მიხედვით უნდა იყოს იმის გამო რომ საუდის არაბეთს თავისი ეს რო აქვთ ახლა გეგმა სახორციელებენ ხო საუდი 2012 ხო საუდის არაბიზაცია ხო რა ქვია რიადის ის ფესტივალი ხო აქვთ ახლა კომედიის ფესტივალიც რო იყო და ერთი ამოვიღო ატეხილი ტიპებს აქვთ გარჩე რაღაც ვიდეოს უყურებდი და მიხვდნენ მან რომ ძალიან ბევრი ფული გვაქვს და ემირატებს და ყატარს მაგრამ ჩამოვრჩითო იმიტომ რომ ჰაბი ასე ვთქვათ საერთაშორისო გართობის თუ დუბაიმ და დოჰამ თავში წაიღეს და ეს საუდის არაბეთი დარჩა ესე მშრალზე რა და მაგიტო გადაწყვიტეს რომ რიადი მოქოქონ ამ ამბავში და ეს რიადის კომედიურ ფესტივალს ანუ სპორტულ ღონისძიებებს ატარებენ კომედიურ ფესტივალებს კინო ხელოვნება კონცერტები არის გაუთავებლად რამდენიმე თვე გრძელდება რა თითქმის მთელი სულ ეს არის რაღაცა ფესტივალები არის რა წარმოიდგინე მარტიდან მოყოლებული ეხლა პროსტ ესე ვამბობ პერიოდს მაგრამ 6 თვე რო აიღო მარტიდან ოქტომბრამდე სულ რაღაცა ხდება რა ან კონცერტები ოღონდ აი ფესტივალის სახე რო აქვს ამ ყველაფერს ოღონდ მუდმივი კინოს ისინი ფესტივალები მუსიკალური კონცერტები ნუ საფეხბურთო სპორტული ღონისძიებები 1000 მილიონი რაღაც ხდება და ამათ გადაწყვიტეს რა თქმა უნდა რომ ეს მოხოდონ რიადის თემა ნუ მთელი ფული ამაში ჩააქციონ მაგიტო არის რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში ეს ამბები ხდება მაგიტო არის რომ საუდის არაბეთს უნდა სოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაც რომელიც რა თქმა უნდა მიიღო და უნდა რჩება მალე 34-ში უნდათ მაგიტო და 34-ში ვერ უმასპინძლებდა ხო საუდის არაბეთის ჩემპიონატს იმიტომ რომ იქ მანამდე რიგში აგერ 22-ში რო იყო ყატარში და ეხლა რო არის ჩრდილოეთ ამერიკაში მე სამხრეთ ამერიკა და ევროპა დგანან რიგში და აფრიკა მიცეს ერთად მიცეს სამივეს და ვითომ მიცეს წლის თავი და რა ჩატარებინებენ ერთი მატჩი ჩატარდება იმაში სამხრეთ ამერიკაში რა ქვია სამხრეთ ამერიკაში ამით სამხრეთ ამერიკა ჩახსნეს და მაროკო ესპანეთი პორტუგალიას მისცეს რომ ამით აფრიკა და ევროპა ჩახსნეს რომ გაუთავისუფლეს ამას ანუ რა სიგიჟეა წარმოიდგინე კორუფციის რა დონეა წარმოიდგინე ტიპი არც მაღლავს ანუ პირდაპირ რო გამოვიდა რა სხვაობა არის ხა ამ საქციელს ეს არის რომ ყველამ თვალებს დახუჭოს და ამას დაიჭერს შემდეგი 10 წლის ვინც იქნება მერე და ეგ იქნება რა ხო და ისინი სულ გვიან დაიჭერს ხო მაგრამ მაგას ვამბობ რომ მიშელ პლატინის და ბლატერს ესეთი ღია მაინც ეს არ გაუკეთებ მიუხედავად იმისა რომ რუსეთს და ყატარს რომ მისცეს მაშინვე იყო იქ აღშფოთება ინგლისის დელეგაციიდან ამერიკის დელეგაციიდან მაგრამ ესე
აი ეს ანუ სპეციალ წესებისთვის გვერდის ავლით ესეთი მაკინაცია ჩაატარო რომ ამათ ერთი თამაშით კონტინენტს ჩავტეხავდნენ და იმათ მივცემ კიდე და რომ მე ამან უმას მიძლოს და ეს გუნდების გაზრდა ეს წილის გუნდების გაზრდა ცალკე მაგის გამო აი ვაფშე ის არის აი მართლა ყოველ დღესაც-ემია ჯერ 38 გუნდიანი იყო მე მგონი იდეალური ვარიანტი 48 გუნდიანი ჯერ სისტემითაც ცუდი სისტემაა მე რამდენი ცუდი გუნდი გავიდა ამ ტურნირზე და რამდენი ცუდი თამაში იქნება ახლა საშინელი ტურნირი არ ველოდები რა არ მაქვს ეს რაღაცა ისა და გული მткиვა რომ ჩემი საყვარელი საფეხბურთო ტურნირი ემსგავსება ტურნირს რომელიც მიინტერესებს მექნება რა თქმა უნდა ისე სუპერ ჩემპიონატია მაგრამ ისეთი არა რომ გამოგაჯმეინონ კომენტატორებიდან არ გაგიტყდება არა პანამა ეს არ მექნება და სამხრეთ კორეა არა ძალიან საწყენია რომ ამას არა ეგ შეგაკეთების საშუალებას აძლევს ხალხი და ესე უპრობლემოდ აკეთებენ ამ ყველაფერს და რა ვიცი მე რაღაც ორგანიზაციები არა რომ დაიჭირონ ეს მე მგონია რომ დასაჭერია რა იმიტომ არ მგონია რომ სუფთად კეთდებოდეს გამოიწყულია ყველაზე მეტად ფეხბურთის გულშემატკივარი ვინც არ არის ვერ გაიგებს მაგრამ არაფერი ჯობია იყო ფეხბურთის გულშემატკივარი და იწყებოდეს ან ევროპის ჩემპიონატი და მით უმეტეს სოფლიო ჩემპიონატი რომ იწყება და ჯგუფურ ეტაპი რომ მიდის ცოცხლობ რა იმან დროს გზნობ რომ ცხოვრება მიდის და თან აი შენს ნაწილი ხარ ამ დიდი რაღაცა საფეხბურთო ზეიმის იმიტომ რომ ბავშვობიდან შეგზნება მახსოვს აი ჯგუფურ ეტაპი რომ მიდის და განხილვა რომ მიდის ყველა ამაზე რომ ლაპარაკობს საერთოდ ანუ ერკვევა ვერ ერკვევა ხო იცი მაგ დროს ისეთი ადამიანებიც კი ინტერესდებიან რადგან საყოველთაო ბუმი როა რომ არ აინტერესებს ისე მაგრამ აი იმას შეხედავენ ერთხელ ფეხბურთს უყურებენ 20 წელს რაღაცა შეხედავენ და აი ეგ თემა რა თქმა უნდა კიდე იქნება იმიტომ რომ დაშკვნით ფაზაში მე კაი გუნდები გავლენ დარჩებიან და ასე შემდეგ მაგრამ იმ საყოველთაო დღესასწაულსაც თავიდანვე იყო და ჯგუფურ ეტაპი აიყო აი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აუ ეგ მე მგონი ხდება და თან ჯგუფურ ეტაპებიც რო ნახო ისეთი ჯგუფურ ეტაპები საიდანაც მესამე ადგილოსნებიც გადიან აღარ არის ესეც საინტერესო რა ანუ მუღამი აქვს იმას რომ ორი გუნდი გადის და ძლიერი გუნდები შეიძლება ჩარჩნენ და ამ ჯგუფურ ეტაპზე ვინ შეიძლება ჩარჩეს შეჩემ ანუ ვინ შეიძლება ამ ჯგუფურ ეტაპზე რეალურად ჯგუფურ ეტაპი არის იმისთვის რომ გადანაწილდნენ გუნდები ბადეში მაგისთვის გეთდება ფაქტობრივად და ნუ აი ვიღაცა რავი კრისტიანოსთან თუ მოხდება ახალი კალედონია ცხაგოლი რო გაუტანოს ეს ინფანტინო პატივცემული სახლში რო ბრუნდება და ბავშვი რო ესე ახედავს და мама ბულკი მოიტანა და ვერაო მაგიტო ხო არ გაუკეთებია დედა მოწყნულს ანუ ძალიან ბევრი ფული აქვს და ნუ აი ეს ოქროს ბულკს მოუტანს თუ პლატინისას ეხა ანუ მაგაზია ხო და აი რატო ხორდებიან აი ადამიანი რატო არის ეგეთი გაუმაძღარი რა ანუ ვიღაცები ხო არ არიან მაგრამ ვიღაცები ხო აი ძალაუფლების კუთხითაც ხა ინფანტინოს ძალიან დიდი ყველაფერი აქვს ხო რაშინებენ ალბათ რომ ვიღაცები რომ ეხა ჯაატარე ჩვენთან და შენ ვიცი ფაქტია რომ ტიპმა ტრამპსაც ანუ აი ბიჭო ეგეც სამარცხვინო იყო შეჩემა ტიპს ხო გადაობა არის იმაზე რომ ამას ნობელის პრემიის აღება უნდა მშვიდობის დარგში და ყველაფერს აკეთებს მაგას და ამან სანამ ნობელის პრემიას მიცემენ ან არ მიცემენ ამან თავისი პრემია მოიგონა რაღაცა ფიფას მშვიდობის პრემიაო შეჩემა პირველი თან ისტორია ანუ არასდროს არავის არ გადაუციათ და ფიფა ანუ კომიკურია შეჩემა აი კომიკური არის რა კომიქსებში რო ისინი არიან ბოროტი პერსონაჟები ხო იცი პროჭები რა რაღაცა აი ეგეთი არის ინფანტინო რა აი კომიკურად სასაცილოდ ისეთი ტიპია რა რაღაცა ბოროტი რო ვერაა თან რა ბოლომდე იმიტომ რომ ამისი ყველა ეს ჩანაფიქრი რო ჩანს რა რასაკე აი ტრაკის ადალოკა რო დაინახე რო აი ტრაკი ალოკა აქ ეს გააკეთა აქ ეს გააკეთა რა იყო ეგ შენ არ გიყურებია ნეტა მე არ მიყურებია შეჩემა აქ არ ვიჯექით აქ არ ვიყავით დავიტანჯე ეგეთი რამე არ მინახავ შეჩემა საათნახევრის მერე წილისღა დაიწყო ჩავწე და საათნახევრის მერე ამოიღეს პირველი ბურთიტო მაგ კუთხით რა ფეხბურთსაც ასე ტრაქში შეუძურებ ბიჭო მაგ კუთხით რა ფეხბურთსაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს საორგანიზაციო კუთხით რა ის შოუს ნაწილია თუნდაც წილისყრის დროს რაღაცები ხო შეუძლიათ გააკეთო არა ძალიან მაგარი აი ძალიან ბანძ კორპორატიულზე როზი ხარ და რომ ბანძ წამყვანს ბანძი რაღაცები რომ იყავს აი საშინელებაა რო უყურებ ხოლმე ვიქრინჯები რა აი მხოლოდ ორგანიზაცია ამდენი ფულია და რავი ანუ ჰამაკის YouTube ლიგის წილისყრა გადაკუზული ყავს ისე უშვება იმას ჩემპიონთა ლიგის და მე წილისყრებს. ძალიან ცუდები. იქ რომ გამოვა რაღაცას გაიღადავებ შეჩემა და გაგეცინება და მიხვალ და იქ რა ვიღაცა რაღაცას ეთქვის. ესენი ვინ არიან ბიჭო?
ფული კარჩა ეს ფული აი ყველაფერს როგორ აფუჭებს რა. კი, სამწუხაროდ. და როგორი ფული კი არა ყველაფერს. ბევრი ფული აფუჭებს რა. თორე ფულმა განავითარა. ცუდია, მე ფული კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ აი სხვას ვერავლებს რა, ვერასდროს ადამიანი. ყოველთვის ზედმეტი მოზდის რა ყველაფერში და ყველაფერში საბოლოო ჯამში შედაგზირებს რა. საკლუბო დონე მაინც არის კომერციული და მესმის რომ საკლუბო დონეზე კიდე ძალიან გდუჟი მოზდიოდეთ ტიპებს და ფეხბურთელებს დედას მაგრამ მათაც უნდათ ძმაო ინფანტინოს აი ხა შეფერინი რომ ამდე პულს აკეთებს ინფანტინოსაც უნდა პულები აი სოფლიო ჩემპიონატი როგორი პროდუქტია იცი რომ ყველასთვის უნდა რაღაცა მგონია რომ ყველასი უნდა იყოს რა თან მგონია რომ აი სოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ეს ხო სუფთა კორუფციის ამბავი მგონია მე რა არ არის ფეხბურთის განვითარებისკენ მიმართული. არ არის ფეხბურთის აი თუნდაც იმ ამბავში რომ ყველასთვისაა. ყველასთვის რო ფეხბურთი თქვა ატარში ჩაატარეს. მანდაც ფულის გამო, მაგრამ თქვა სიტუაციაზე თუ ამბობ რომ აზიისთვისაც არის ფეხბურთი, კი, აი ჩაატარე აზიაში იყო. მაგრამ როდესაც წესებისთვის გვერდის ავლის მიზნით რაღაცებს იგონებ რომ მე შენ საუდის არაბეთში ჩაატარო, რომლებიც ცნობილები არიან, იმიტომ რომ ქთამს აძლევენ ხოლმე. რაღაცებს. აი თუ გიჩნდება როგორც მინიმუმ, რომ აქაც ქთამია ჩართული. ფეხბურთის განვითარებისთვის ეს არ კეთდება. არც ეს, რომ საუდის არაბეთში ტარდება ჩემპიონატი 34-ში ვთქვათ და არც ის 48 გუნდიანი არის ეს ჩემპიონატი და შემდეგიც 48 გუნდიანი უნდა იყოს, ხო? ეს ხო არ კეთდება ფეხბურთისთვის. ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ფეხბურთი უკეთესი გახდეს და ტურნირი უკეთესი. ეს ხდება იმისთვის, რომ იყოს მეტი მატჩი, იყოს მეტი ტრანსლაცია, იყოს მეტი რეკლამა, მეტი სპონსორი, მეტი საეთერო დრო, მეტი ფული. ყატარში ჩაატარეს ეგ სოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში. ხო. ნაკლებ ფულს არა ნაკლებ ძალიან ყველაზე მეტ ფულს ყველაზე სანახაობრივი ტურნირი სოფლიო ჩემპიონატი რო ყატარში ჩაატარეს თუნდაც და იქ რო ეგეთი პირობები იყო და დალევა არ შეიძლება სექსი არ შეიძლება არაფერი არ შეიძლება თუნდაც ეგ რა რომ ფეხბურთი ხო ძალიან დიდი იარაღია არ არის მარტო ფეხბურთი ეს ხა ჩვენ რო გადაცემას ფეხბურთზე ვაკეთებთ და ამდენი ხალხი რო გვიყურებს ეს ხო ჩვეულებრივი ძალაა ხო რომ აი ფეხბურთმა შემოიყვანა ეს ხალხი გარკვეულწილად ნუ ჩვენმა პერსონამაც მაგრამ თლიანობაში ეს ფეხბურთი აკეთებს ძალიან ბევრ საფრთხეს რუსეთშიც იმიტომ ჩაატარეს რომ აქვს სარჩული პოლიტიკური და ასე შემდეგ. უბრალოდ მე მგონია რომ აი სადაც მაგათი დედა მოუტყან რუსეთში ჩაატარეს ჯერ. ხო. იმიტომ რომ აი სადაც ადამიანი როცა ქვეყანა ეგრე იქცევა ადამიანთა უფლებები მაგდონეზია. და შენ მესი ჩაკავს რონალდო და იქ ბურთს აგორებინებ, აი დედა მოტყნული ხარ, აი ყველაზე დედა მოტყნული ხარ ვაფშე. აი საუდის არაბეთი იქნება ეს ყატარი თუ რაღაც, აი სადაც ადამიანების უფლებები ეგრე არის და შენ მიდიხარ და აი იმას აწყობ განათებს პროჟექტორებს და აი ამ ყველაზე მაგარ საყვარელ ხალხს ცირკი ჩაკავს და ყველაზე საყვარელ ხალხს ადამიანების აი მათი აიდოლები რო დარბიან და ბავშვს რო პლაკატები აქვს და აი შენ რომ მაგ ქვეყანაში ადრებ შენ მაგ ქვეყანას უკეთებ ისეთ სამსახურს რომ გამოკაი მისი სიბინძურე ამით იფორმებდო რა სპორტს ვაშინგი რაც არის ხო და აკეთებენ მაგას და აი გული მერევა რა ეგეთ რაღაცებზე რა აი მე გული მიცრუდება რა აი ბიჭო ხომ არა ეგ არ არის ახალი ამბავი და ახალი თემა სამწუხაროდ. მანამდეც ხდებოდა რა 1936 წელს გერმანიაში არ ჩაატარეს ოლიმპიადა? იტალიაში ნაკლები ხდებოდა სოფლიო ჩემპიონატზე? ჩემპიონატი იყო იტალიაში. თუ 74-ში იმაში, 78-ში არგენტინაში კაი რაღაცები ხდებოდა. ანუ არის ახალი ამბავი ეგ რა. ხშირად ხდებოდა და ну როგორც ხედავთ არაფერი არ იცვლება სამწუხაროდ რა მაგ კულტურაში. ანუ ერთ წელს სამყარო მიდის ის არის რა სპირალი არა წრეზე მივდივართ, ერთ იგივე ხდება, უბრალოდ სხვადასხვანაირ პერსპექტივებით უყურებთ ხოლმე ხანდახან. ერთ იგივე ხდება, უბრალოდ ხანდახან იცვლება სახელები და ანუ სახელები ამ შემთხვევაში ქვეყნის მონაწილეები, სამოდი ეს ვთქვა, მონაწილეების სახელები იცოდეთ, რომ რეალურად რო დაფიქრდე რა, ერთ ამოანაცვლე და სხვით ჩაანაცვლე, თითქმის იგივე ისტორიაა. აი, ხო იცი, ერთი და იგივე ეგ ბიჭო რა, ფეხბურთის და იმის ისტორია რადგინდა, ჩემ ცხოვრებაში მე რაც საკუთარი თვალით უყურებ ამ სამყაროს და თუნდაც ამ ქვეყანას რამდენიმე რაღაცა ისეთი მოხდა რომ ნანახი მაქვს თქო რო ფიქრობ რა რომ ვიცი რომ ეს ნანახი მაქვს წინასწარ რო ვიცი უკვე რა მოხდება რა და უკვე თავიდან ნერვები გეშლება თავიდან ბრაზდები რომ ბიჭო ეს როგორ ეხა იყო რა ცოტა ხნის წინ მოხდა და ეხლა ისევ იგივე ხდება როგორ ვერ ხედავს ამას ხალხი როგორ ვერ ვებძით როგორ ვერ გავაჩერეთ ეს როგორ და მე უკვე რაღაც პერიოდის მერე უკვე ნებდები რაღაც ზონეზე. სპორტზე ბოლო ერთი წელი მაგის გამო გული ამიცრუდა და მეც მანდ ვარ მეგობრებო სადღაც რა. აი მართლა გეუბნებით, აი ამ რაღაცა სიბინძურეებმა რო ყველა ცდილობს გამოყენებას აი ამ რაღაცა სპორტული მიღწევების და ამ შემდეგ მე სიმართლე გითხრათ
მაგარი გული ამიცროა, აი ძალიან მაგარი გული ამიცროა და ძალიან მიტყდება. ხო, ბიჭო, სულ ხდებოდა ეს. ხო, სულ ხდებოდა, კი, უბრალოდ შენ თანამედროვეობაში რო ხე იმაზე გული ხوار და მე მткиვა ნახე 78-ში რო იმ არგენტინაში რაც ხდებოდა და რა ისტორიებიც არის რო სტადიონზე საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოსული ხმები უფრო ხმამაღლა ისმოდა რომ აწამებდნენ იქ ხალხს და აუჩინარებდნენ და რა რას არ უშვებოდნენ მით უმეტეს ადამიანების უფლებები დღეს როგორ არის დაცული და მაშინ არ იყო ამ დონეზე და დღესაც ხდება ეგეთი რაღაცები და მაშინ წარმომიდგენია რა ხდებოდა და მიუხედავად ამისა აქ ზეიმი იყო იმაზე რა ქვია და მიუხედავად იმისა რომ იმ ადამიანების ძალიან მткиვა შორეული 78-ია არგენტინა ესა და მაინც და შენ თანამედროვე როცა შენ დროში მაშინ მткиვა გული იმიტომ რომ თითქოს და აი მაგ ყველაფრით რომ 40-იანებში თქვა მეორე მსოფლიო ომი დასაჯეს ვიღაცები რაღაც ქვეყნები დაისაჯნენ იგივე არგენტინაში ჩამოვარდა ის რეჟიმე თითქოს რაღაცა კარმა და სამართალმა პური ჭამა თემა იყო მაგრამ ნუ მე ახალი მძღნერი ამოდუღდა შეჩემა რა სულ ეგ ხდება ბიჭო სულ ეგ არის ბედურება თქო მაგას ვამბობ რა რომ მე ჩემ ცხოვრებაში მოვესწარი რაღაცებს ერთი და იგივეს თქო რა და მეორეს რო უყურებ ნერვები გეშლება რომ ეს ყო ნახე უკვე და რანაირად ხდება იგივე და მესამე და მეოთხე რო ხდება უკვე მე ეგუები კი არა და მე ხელი გაქვს ჩაქნეული უკვე რა მე ხდები აბსოლუტური ნიჰილისტი უკვე რაღაცების მიმართ რა რეაქცია აღარ გაქვს უკვე რა ხო იმედგაცრუების გარდა. იმედგაცრუება გაქვს, ხო, მაგრამ უკვე იმედგაცრუებაც ის არის, ვადა აქვს თავისი რა. იმედგაცრუება, სახთოვანება, სახშფოთება, ყველაფერს თავის ვადა აქვს. რაღაცა მესმის. სულ ვერ იქნები რა ეს. ხო, ნუ ეხლა როდემდე შეიძლება იყო გაბრაზებული რაღაცაზე, როდემდე შეიძლება იმედი გაგეცრულოს. ერთხელ გაგეცრულა, მეორე და მე ხელს ჩაიქნა უკვე და თვლი რომ მე უკვე რაღაცას რო ხედავ, სულს ან ვარ ყოფით ადამიანებისგან. მე უკვე თვლი რომ ხო, ნუ ეგრეა. სამწუხაროდ ადამიანები ეგეთები არიან. სამწუხაროდ.